როგორ ვიურთიერთოთ მერწყულის ნიშანთან. ტაროს სისტემაში მერწყულის ნიშანი ეს არის მე-17 არკანი, ვარსკვლავის არკანი. შესაბამისად, არსებული ნიშანი ძალიან მოყვარული არის თავისუფლების. ის ვერ იტანს, როდესაც რაღაც სიტუაციებში სხუდავენ, რაღაც სიტუაციებში უწესებენ ბარიერებს. თუ გინდათ, რომ თქვენ კარგი ურთიერთობა გქონდეთ მერწყულის ნიშანთან, აუცილებელი არის, რომ მუდმივად სიახლეები შემოიტანოთ მის ცხოვრებაში, მუდმივად იყოთ აქტიურ რეჟიმში, აჩვენოთ, რომ ნამდვილად მეგობრული დამოკიდებულება გაქვთ მის მიმართ. ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ არსებული ადამიანებთან გქონდეთ კავშირი ტექნოლოგიების კუთხით. არსებულ ადამიანებს საკმაოდ დაინტერესებთ ტექნოლოგიური მიმართულება, ყველაფერი რაც დაკავშირებული არის ინოვაციებთან, ახალი, ასე ვთქვათ, სიტუაციებთან, შესაბამისად მათთან არ მოიწყენთ, თუ კი ბოლომდე მიყვებით. მნიშვნელოვანი არის, რომ მათ აჩვენოთ ერთგულების მდგომარეობა, მაქსიმალურად ეცადეთ, რომ არ გქონდეთ მოტყუების თემა, იმიტომ რომ თუ ამ ადამიანმა ერთხელ რაღაცა მომენტში შეგამჩნიათ ტყუილის ფაქტორი, ის საერთოდ არ გაპატიებთ ამას. მიმღებლობა მისი მხრიდან არ იქნება. ცოტათი ოცნაური კატეგორიის ადამიანები არიან, ხშირად შესაძლებელი არის არც გქონდეთ სურვილი ხშირი კომუნიკაციების მდგომარეობისა, მაგრამ გახსოვდეთ, რომ არსებულმა ნიშანმა თუ მიგიღოთ ისე, როგორც ახლობელი ადამიანი, ძალიან დიდი შეცდომა იქნება, თუ კი მასთან დაკავშირებით რაიმეს დააშავებთ და უბრალოდ მისი ცხოვრებიდან წახვალთ. მომენტებში შეიძლება იყვნენ ცოტათი აგრესიულები, არაპროგნოზირებადები, ცვალებადები, მაგრამ ეს მათი ხასიათის ნატურა, ის მდგომარეობა არის. ისინი ძალიან აფასებენ ერთგულებას, სიყვარულს, ზრუნვას, რაც მთავარი არის და შესაბამისად ეს ყველაფერი ფაქტორი უნდა გაითვალისწინოთ. არსებული ნიშნებს ასევე საკმაოდ ხილვად ინტელექტუალური მდგომარეობა. თქვენ თუ ინტელექტის კუთხით მივდგებით არსებულ ადამიანს და მუდმივად გექნებათ საინტერესო საუბრები, ჩათვალეთ, რომ ყველაზე კარგი მიდგომა იქნება არსებული ადამიანის მიმართ.